ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან გასამკლავებლად მოსახლეობის ნაწილი სკვერებსა და პარკებში მიდის. ზაფხულის მწველ სიცხეში ხალხს განსაკუთრებით იზიდავს შადრევნებიანი დასვენების ადგილები. შვებას სწორედ წყლის ნაკადით გამოსროლილი შხეფები გვერდით შადრევნების გარშემო შემომსხდარ დამსვენებლებს. მამუკა კოპალეიშვილის შვილი ხშირად მიყავს სკვერში, სადაც შადრევნები სწორედ გაგრილების მიზნით არის დამონტაჟებული. ამბობს, რომ ბავშვს ძალიან მოსწონს და რომ ასეთ სიცხეში ეს აუცილებელიცაა. მისი აზრით, ამ შადრევნებში ბავშვის შესვლა უსაფრთხოა და არ ღელავს. ამ ცივწყალში ეს შადრევნებში უყვარს ძალიან. ხო და ბაბუ სოფლიდან ჩამოვიდა და წამოვედით. რაღაც უბედური შემთხვევები ხდება, ხან მანქანით, ხან ფიფრინავით, ხან მატარებლით და მაგის გამო არ ამგონია ხო რომ ავიგზავნოთ ყველაფერი. დედაქალაქის მასშტაბით კასკადიანი თუ სტანდარტული ფორმის უამრავი შადრევანია. მათი უმეტესობა წლის ცივ პერიოდში უფუნქციოა. ზაფხულში კი აქტუალობას იძენს და მერიის შესაბამისი სამსახურები ააქტიურებენ. როგორ ხდება შადრევნების ექსპლუატაცია და რამდენად გამართულია ინფრასტრუქტურა? ამ კითხვებით მივმართეთ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა udroობის მიზეზით სატელევიზიო ინტერვიუზე უარი განაცხადეს, თუმცა ჩვენს კითხვებს სამსახურმა წერილობით უპასუხა. თბილისის მერიის შპს ეკოსერვის ჯგუფის მოვლა პატრონობაში არსებული შადრევნები ყოველწლიურად ფუნქციონირებას მაისის თვეში იწყებენ და ოქტომბრის ბოლომდე განაგრძობენ მუშაობას. ყველა შადრევანი ფუნქციონირების დაწყებამდე გადის სრულ ტექნიკურ შემოწმებას. ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში მათი მყისიერად აღმოფხრა ხორციელდება. თითოეული მათგანი ირთვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სფეროში აკრედიტირებული ექსპერტი გასცემს უსაფრთხოების შესახებ დადებით დასკვნას. სეზონის განმავლობაში თუ კი შადრევნის ელექტრომეურნეობაში ხორციელდება რაიმე სახის ჩარევა, უსაფრთხოების დასკვნა ახლდება და ხელახლა ხორციელდება შესაბამისი სტანდარტების დაცვა. იგივე პროცედურები ვრცელდება თბილისის რაიონული გამგეობის მოვლა პატრონობის ქვეშ არსებულ შადრევნებზეც. მათი ჩართვა ასევე ხდება მხოლოდ შესაბამისი ექსპერტიზის საფუძველზე. რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისა და მოზარდების ან თუნდაც უფროსი ასაკის ადამიანების შადრევნებში ჩასვლა? ამ კითხვას მერიის სამსახური ასე პასუხობს. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია, თბილისის მერია და შპს ეკოსერვის ჯგუფი მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ გასცემენ რეკომენდაციას შადრევნებში, ანუ აუზის ნაწილში ჩასვლასთან დაკავშირებით. უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ახლო წარსულში ტრაგიკული შედეგი მოჰყვა. ბაგის პარკში ახლად გახსნილ შადრევანში 13 წლის მოზარდი გოგონა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. სწორედ ამ მძიმე ისტორიის შემდეგ გააქტიურდა საზოგადოებაში შადრევნების უსაფრთხოების საკითხი. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.